სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტე აღდგა. ჩვენ თუ მართლა გვწამს და ჩვენ თუ მართლა ქრისტიანები ვართ და ჩვენთვის თუ მართლა ძვირფასია სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ასე მოგვეცა ღვთისაგან, მაშინ ბუნებრივია, რომ ჩვენი ინტერესის სფერო ერთადერთი მინდა გითხრათ არის სწორედ ღმერთი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება და ამ ცხოვრებაში, რაც გვაქვს, ყველაფერს მას უკავშირებთ, როგორც დიდი პავლე ამბობს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქმოდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, იმიტომ რომ როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ყოფითი ცხოვრების თითქოს უმნიშვნელო დეტალიც კი, თუ ამ კუთხით არ არის განხილული, ღმერთთან მიმართებაში როგორ არის. ყოველთვის შეიძლება ისეთი რამე გავაკეთო, რომელიც ღვთისათვის სათნო არ არის, ცოდვაში ჩავარდე და ცოდვები თუნდაც ის პატარა იყოს, თუ ის ბევრია, თუ ის ურიცხვია, თუ ის მოუნანიებელია, ანუ თუ მას არ ვებრძვი, შეიძლება არ იყოს ის პირდაპირ გაგებით სასიკვდილო ცოდვა, მაგრამ ის აუცილებლად გადაიქცევა მომაკვდინებელ სიმრავლედ, იმიტომ რომ მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ და ჩემს ცხოვრებაში, ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში არის თეთრი ლაქები, სადაც ღმერთი არ არსებობს. და თუ ეს თეთრი ლაქები ბევრია, მაშინ ჩემი პიროვნების იდენტიფიცირება როგორ მოხდება ამ თეთრი ლაქების მიხედვით, თუ ჩემი უკვე არაჯანსაღი სულიერი ცხოვრების და რელიგიურობის მიხედვით, ამას გადაწყვეტს საღვთო სამჟავრო, რომელიც შეიძლება ჩემთვის საშინლად იქცეს. ამიტომ დიახაც, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი მთავარი საქმე, საზრუნავი არის ღმერთის შემეცნება, ვიცოდეთ, გვინდოდეს, გავიგოთ რა უნდა ღმერთს კონკრეტულად ზოგადად და ჩვენგან, რას გვეუბნება, რას გვასწავლის. იგი როგორც წესი გვასწავლის ორი რამით, ეს არის წმინდა წერილი, საეკლესიო გარდამოცემა ზოგადად, წმინდა მამები, წმინდა წერილი და ეს არის ის ცხოვრება, რომელიც ჩვენს გარშემოა. მესამეც არის ეს მისტიკური სწავლება, რომელიც ძალიან საფრთხილოა, რომ აი აქ ადამიანს არ შეეშალოს და ეს მისტიკური სწავლება, ანუ პირადი გამოცდილება, აბსოლუტურად კავშირში უნდა იყოს იმ პირველ ორთან, ანუ გარდამოცემა, რომელშიც წმინდა წერილი შედის, ცხოვრების წესის სწორად წაკითხვა, უბრალოდ ყოფითი ცხოვრების, რაც ჩემს გარშემო არის, ჩემგან დამოუკიდებლად რაც ვითარდება, თუ ამას მე სწორად არ წავიკითხავ, მაშინ ესე იგი გამოდის, რომ ის პირველიც არ არის, იმ პირველსაც არ ვკითხულობ სწორად, იმიტომ რომ ჩემს გარშემო ცხოვრება რო ვითარდება, ეს სწორად რო წავიკითხო, თავის განსასწრებით, წარმატებებით, მე უნდა ვიცოდე ღმერთის, ზოგადად ღმერთის სალაპარაკო ენა. ენა უნდა მესმოდეს ღმერთის და ღმერთის ენა რომ მესმოდეს, მე უნდა ღრმად მესმოდეს წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა. თორეზე მე ვერ მივხვდები ღმერთი როგორ მელაპარაკება ამ ცხოვრების წესით, ამ კონტექსტში განიხილება მოძღვართან ურთიერთობას და შენი სიმდაბლის გამო ღმერთი მისგან გაწვდის იმას, რაც შენ გჭირდება, ან არ გაწვდის და დუმს, ესეც ღმერთის სალაპარაკო ენა შეიძლება იყოს, როცა ღმერთი დუმს. და ეს მისტიკური გამოცდილება, რომელიც თანხwebdriverში უნდა იყოს იმ დანარჩენთან, რაც მანამდე ითქვა, თორე თუ ის თანხwebdriverში არ არის, ეს მისტიკური გამოცდილება ყველაზე საშინელ საცდურად შეიძლება ექცეს ადამიანს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ეს ძალიან საფრთხილოა. და აი, როდესაც ადამიანისათვის მთავარია, აცნობიერებს იმას, რომ მთავარია ღმერთს რა უნდა და როდესაც შესაბამისად ჩემი მოაზროვნეობას სწორედ იმისთვის ვიყენებ, უპირველეს ყოვლისა, რომ ეს გავიგო და ამავე დროს ვთილობ, არც ერთი ნიუანსი არ იყოს თეთრი ლაქა, სადაც ღმერთი არ არის. ეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულია. რთული იმიტომ არის, რომ არ გვემეტება ჩვენი დაცემული ბუნება და ყოველთვის გვინდა, რომ რაღაც დავიტოვოთ ჩვენთვის ადგილი ღმერთის გარეშე, სადაც ჩვენ მოუყუჩდებით, ღმერთისგან დავისვენებთ, ეს რა არის, რა თქმა უნდა, არის ეგოიზმი, სიამაყე, ამპარტავება, დემონური და პირუტყული სულისკვეთება, რომელიცგანაც თუ არ გავთავისუფლდით, ასე სასუფეველში ვერ შევალთ. და მოკლედ ადამიანი, რომელიც მოაზროვნეობით ცხოვრობს, რა თქმა უნდა, მას აინტერესებს რა უნდა ღმერთს, რას გვეუბნება, რას გვეზრახება, რას გველაპარაკება და რა არის მთავარი ამ სათქმელში. აი ამ კონტექსტში განვიხილოთ
დღევანდელი საკითხავის რამდენიმე მუხლის არის სამარიტელის დედაკაცის შესახებ საკითხავი. მრავალგზის განგვიხილავს ჩვენ ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა კუთხით და აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ 2000 წლის განმავლობაში იგი მრავალგზის განხილულა ასევე და წმინდა მამებისათვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, იმიტომ რომ იგი სწორედ ქრისტიანობის მისტიკურ მხარეს წარმოაჩენს, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არის. აი დღესაც გარკვეული კუთხით განვიხილოთ, გახსოვთ ხო ეს სიუჟეტი აღარ მოვყვები, როცა წყალი, წყური მაცხოვარს, ადამიანური უძლურება ვლინდება და ამას სპეციალურად აკეთებს, ამას გარკვეული წინაპირობაც ჰქონდა სახარებაში, რატომ მოხდა ეს ასე, მანამდე რა გააკეთა ღმერთმა და ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია. ეუბნება სამარიტელი გაოცებულია კომუნიკაციაში რო შედის იუდეველი სამარიტელთან და ერთმანეთი არ უყვარდა და ეზიზღებოდათ. ეს გაუკვირდა და ამ დროს უცებ უფალი ესეთ რამეს ეუბნება. უკეთ თუმცა იცოდე და თან იმას გაუკვირდება ერთი ის რომ როგორ ელაპარაკება იუდეველი მას იუდეველებს ეზიზღებათ სამარიტელები და მე წყალს მთხოვდა ჯერ და ხოლო უცებ თავად საუბრობს უფალი, მე საუბრობს და ეს უკვირს რომ აი ესე კომუნიკაციაში შემოდის და როგორ მთხოვ მე შენ წყალს გაუკვირდა და ეს გაკვირვების მერე ანუ ეს ემოციური კავშირი დამყარდა ქრისტესა და დედაკაცს შორის. გაბრუნებულიყო, წასულიყო, ყველაფერი დამთავრდებოდა. არ გაბრუნდა ემოციური კავშირი. როგორ შენ წყალს როგორ ამთხოვ? აი წარმოიდგინეთ, ხო რაღაც ესეთი ადამიანურად, ემოციურად. შენ ხო წესით არ უნდა მომთხოვო მე წყალი, იმიტომ რომ იუდეველებს სამარიტელები ეზიზღებათ, არც კი შეეხებიან წყალს როგორ ამთხოვ? და უცებ ესეთ რამეს ეუბნება. უკეთ თუმცა იცოდე შენ ნიჭი ღვთისა. ძალიან საინტერესო სიტყვებია. ნიჭი რა არის? ნიჭი არის ის, რასაც ღმერთისგან გვენიჭება, ღმერთისაგან გვეძლება. ესე ქრისტე გვეუბნება ესეთ რამეს. შენ რომ იცოდე, თეოდორე, ნიჭი ღვთისა, ანუ რა უნდა მოგცეს ღმერთმა. ეხლა ეს ჩვენ ეხლა ხო ქრისტიანები ვართ, ხო აქ გავართ საზიარებლად, მაგრამ მე ისევ ჩემ თავს უბრუნდები ამ შემთხვევაში, რომ რამდენად მაქვს მე გაცნობიერებული, რისი მოცემა უნდა ჩემთვის ღმერთს. რისთვის მომიწოდა მე თავის დროზე როცა მომიწოდა, რისთვის მომცა რწმენა, რისთვის დამაყენა ეკლესიაში, რას მიპირებს მე, რისი მოცემა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილი უნდა ვიცოდეთ და ვკითხულობდეთ და წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ისეთი რამის მოცემა უნდა, რომლის წარმოადგენა ადამიანს არ შეუძლია, ის რისი მოცემაც სურს, ეს არის გონება მიუწვდომელი, სიხარული. ოღონდ ეს სიხარული იმდენად გონება მიუწვდომელია, რომ მე არ შემილია ეს სიტყვითაც გადმოვცე, პავლე მოციქული ამბობს. იმიტომ რომ ადამიანის გამოცდილების ვიღმა ის არც თვალს უხილავს, არც ყურსმენია, არც გულს არ შეხებია. ეს არის ღვთისმშვილობა, ქრისტესთან ერთად მამის მარჯვნივ ჯდომა და მადლით ღმერთობა, მაგრამ ეს ყველაფერი რას ნიშნავს ჩვენ ეს არ ვიცით. ეს არის ყდართა აღდგომა, ანუ გარდაცვალების მერე სული რო დავჩები ცალკე, მე კვლავ სრული შევიქმნები, უფრიზიდები დაბრუნების და ესე იგი მარადის აღვიტაცები და მარადის უფალთან ეს გონება მიუწვდომელი რაღაც საოცრებებზეა საუბარი. მე ეს არ ვიცი. და ეს კითხვა, შენ რომ იცოდე თეოდორე, რა ნიჭი უნდა მოგცე და რა გელოდება მოკლედ. წარმოიდგინეთ, აი რაღაც ესეთი რამ არის და ამიტომ სამარიტელმა არ იცის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ ჩვენ არ ვიცით. და ეს საიდან ჩანს, რომ არ ვიცით. იმიტომ რომ ჩვენ რო პერიოდულად მოვდუნდებით ხოლმე სულიერად, ჩვენ რო გვეზარება ხშირად, იოსებ ისიქასტი ამბობს, სიზარმაცე სიამაყეზე უარესი ცოდვაა. ხო, თითქოს აბსურდია სიამაყეა, ყველა ცოდვის უბედურება და საწყისი, ის დემონური მდგომარეობა. მაგრამ პრაქტიკულ ქრისტიანობაში სიამაყემ შეიძლება მადლი დაგაკარგინოს, მადლით გაამაყდე და მადლი დაგაკარგინოს, ხოლო სიზარმაცე არის ის ცოდვა, რომელიც მადლის მოხვეჭის შესაძლებლობასაც კი არ გაძლევს, ეს ამბობს იოსებ ისიქასტი. და რატო შეიძლება ადამიანი იყოს ზარმაცი? ესე იგი, მას არა აქვს ეს დუღარებითი სწრაფვა სულიერ ცხოვრების გზაზე, ხო? რატო არა აქვს? იმიტომ რომ აი ეს ვერაცნობიერებს, რა დიდებულება გვეძლება. ამიტომ შენ რომ იცოდე თეოდორე და ეს სამარიტელს ეუბნება, მე მეუბნება, თითოეულ ჩვენგანს ეუბნება, ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძალმოსილი უნდა იყოს ჩვენთვის. და რუშევატრიალოდ საკუთარ თავს დაუსვათ. იცი თეოდორე რა გელოდება. როგორ ცვლი, ჯერ როგორ ზარმაცობდა. მე როგორ ცვლი რაღაც ყოფითში, დანარჩენში ამ ყველაფერს ხო? ეს ამასაც ხო გვასწავლით ჩვენ წმინდა წერილი. რა უნდა იყოს აქ ისეთი, რისთვისაც ღირდეს, რომ არადიული სიცოცხლე გაცვალო აი მასში. არაფერი არ არსებობს მსგავსი.
ამის მერე ეუბნება ესეთ რამეს და ვინ არის ჯერ ეუბნება რომ იცოდე ნიჭი ღვთისა რა ანუ რა შეიძლება მოგეცეს და მერე და ვინ არის რომელი გეტყვის შენ მეც მე წყალი რაითა სვა აი ამ კონტექსში რომ რა დიდებულება შეიძლება მიიღო ღმერთისგან აი ამ დიდებულების თანაბრად საკუთარ თავზე ამბობს ვინ არის რომელიც შენ ამას გეუბნება და აქ უკვე რა თქმა უნდა არის ერთგვარი მინიშნება რომ ეს დიდებულება მის თვალწინ ზის და გარეგნულად ვერ მიხვდები იმიტომ რომ გარეგნულად დაუძლურებულია შია და წყურია და გადაღლილია სიცხეში სულისგან აი ამ გარეგნულ უძლურებაში პერსონა პიროვნება რომელიც ზის ის არის სწორედ ის დიდებულება რომლის წარმოდგენაც შენ არ შეგიძლია რომ იცოდე ნიჭი და ვინ არის რომელიც შენ ამას გეუბნება და თუ შენ ეს რომ იცოდე და თეოდორე შენ რომ იცოდე რა გელოდება და ვინ არის ვისგანაც ამას შენ იღებ ანუ იესო ქრისტე ბოლომდე გაცნობიერებული რო ქონეს ვინ არის მაშინ შენცა სთხოვემას და გცამცა წყალი ცხოველი და ეს პირველი სათხოვარი რომელიც ჩვენი ბუნებითი მოთხოვნილებად იქცევა უპირველეს ბუნებით მოთხოვნილებად იქცევა მძაფრ მოთხოვნილებად იქნება ეს რომ მას თხოვო ცოცხალი წყალი ანუ საღვთო ენერგია რომლითაც შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება რომლითაც შენ უნდა გააგრძელო ყოფიერება არსებობა მარადისობა ღვთისშვილობა ქრისტესთან ერთად მამის მარჯვნივ ჯდომა სასუფეველში მყოფობა ყველაფერი უნდა გააგრძელო იმით რომ მან შენ მოგცეს თავისი ენერგია რითაც აი ღმერთი რითაც ყოფიერებს და ღმერთი რითაც კომუნიკაციას ახდენს ქმნილებასთან ღმერთის არსება ხომ მიუწვდომელია მაგრამ ჩვენთან კომუნიკაციას თავისი ენერგიებით ახდენს აი ეს ენერგია უნდა მოგცეს შენ სრულად იმ დონეზე რომ შენ გიწოდებს ღვთის საყდარს ანუ ტაძარს გიწოდებს მე აგძელებს უფალი რომელმას სვას წყლისა მისგან რომელიმე მივცე მას არღარას წყუროდეს უკუნისამდე ისეთი ტიპის წყალია ესეთი ენერგია რომ აღარასოდეს მოგწყურდება ამაში უნდა ვიგულისხმოთ ის რომ ადამიანი მუდამ დაუკმაყოფილებელია მუდამ სიხარულს მუდამ სიკეთეს მუდამ თავის რეალიზებას მუდამ თავისუფლებას მუდამ სიყვარულს მუდამ ბედნიერებას სიცოცხლეს რომელთაც ვერ კმაყოფილდება სულ რაღაცას ეძებს მაგრამ ეს ყველაფერი აქ არ არის არც სიცოცხლეა მარადიული არც სიყვარული არ არსებობს ვიღაცას გონია რომ თვითონ აქვს სიყვარული მაგრამ სინამდვილეში ეს ხიბლია არც სიყვარული არ არსებობს არც სიცოცხლე არ არის აქ არც თავისუფლება არ არის ის ბედნიერებაც არ არის რაც ადამიანს სჭირდება და ყველაზე მეტად ამას გრძნობს ადამიანს შეიძლება გონია რომ სიყვარულიც აქვს თავისუფალიც არის რაღაცა მაგრამ აი ბედნიერებასთან ვერ ტყილდება იმიტომ რომ რატომ ვერ ტყილდება იმიტომ რომ სულ ეძებს თუ იპოვე რაღაც ეძებ ყველა ვეძებ გესმით ყველა ვეძებ ყველა მომავლისთვის გადავდებთ ადამიანი სულ დაუკმაყოფილებელია მას თავისი პირუტყობა ანუ ბიოლოგიური სიამოვნებები არ აკმაყოფილებს თავისი ამბიციებიც ეგოიზმიდან, სიამაყიდან გამომდინარე დემონური რაც არის. არც ეს არ აკმაყოფილებს, სულ ძიებაშია, სულ წყურია, სულ უნდა და უცებ გეუნება უფალი რომ მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდები, როდესაც ჩემს სიცოცხლეს გაძლევ, აი როგორც უძღობის შვილის უფროს ძმას ეუნება, მამა, ყველაფერი ჩემი შენია, სულ ბოლომდე რო ჩემსას მიიღებ, ყველაფერს. აი მაშინ დაკმაყოფილდები და აღარ მოგწყურდება უკუნისამდე, ანუ მარადისობაში ბედნიერი იქნები, არა წამის ყოფაში რაღაცა რო გაიევლებს და გაგიხარდება და ჩაქვრება, სულ და ეს იქნება მზარდი ბედნიერება. ეხლა როგორ ხდება ეს? რანაირად ხდება, რომ ეს ხო ღმერთის ენერგიაა და მე როგორ მექნება ეს მარადისობაში და მე როგორ მაბედნიერებს მე ეს არამედ წყალი რომელიმე მივცე მას იქონეს მის შორის წყარო წყლის რომელი ვიდოდეს ცხოვრებად საუკუნოდ ეს ადგილები რა თქმა უნდა თქვენ იცით და მუდამ უნდა ამით ამ სიტყვებში ცხოვრობდეთ და ამ შესაბამისად უნდა მოქმედებდეთ იმიტომ იქნება შენთვის ეს მარადიული ბედნიერება და მარადიული სიცოცხლე იმიტომ რომ ის შენში იწყებს ფეთქვას ანუ ღმერთის ენერგია შენში შენი გული, შენი მისტიკური სიღრმე ხდება, თავად ხდება ერთგვარი წყარო იმ ღვთაებრივი ენერგიისა. როგორ შეიძლება ეს მოხდეს, რომ ის რაც ღმერთისგან მოედინება, ის ჩემგანაც მოედინებოდეს. იმიტომ რომ შენში ღმერთი ცხოვრობს, შენში ღმერთი ცხოვრებას იწყებს. ეს არის ახალი აღთქმის ადამიანი. მე, მამა და სულიწმინდა მოვალ და დამკვიდრდებით შენში.
ეს ხო წარმოუდგენელი რაღაცა. ეს რა თქმა უნდა იმას ანიშნავს, რომ ღმერთი გაიყო, იქაც არის ზეცაშიც არის, ერთ წმინდაშიც არის, მეორე წმინდაშიც, ღმერთი არ იყოფა. ღმერთი ბუნებით მარტივია, მისი გაყოფა შეუძლებელია, მაგრამ ის დროისა და სივრცის კანონების მიღმა, დრო და სივრცე მან შექმნა. ამიტომ ჩვენ თუ ამ ქვეყნიური აზროვნებით და ლოგიკით შევხედათ, ვერ მიხვდებით, რომ ჩემთანაც არის, ჩემი გულიც წყარო უნდა გახდეს, შენი გულიც წყარო უნდა გახდეს. მილიარდობით ადამიანის ხონდება, მილიარდობით ადამიანის გული წყარო უნდა გახდეს და თავადაც ხო წყაროა და დანაწილდა ღმერთი, ღმერთი ვერ დანაწილდება. ეს შენ ლოგიკური აზროვნება გაქვს ამ შემთხვევაში მორგებული ამ ქვეყნიურ ყოფას, დროსა და სივრცეში, ერთი ადგილი, მეორე ადგილი, ღმერთი ყველგან მყოფია და საიდუმლოებრივად ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელად ღმერთი იწყებს შენში ცხოვრებას და ამიტომ ამბობს სიმონ ახალი ღვთისმოწყალე, გონი ისააკასურიც ამბობს, ასე დროს, ასეთი ადამიანის გული და ზეცა ეს არის ერთი და იგივე. აბა და გაიგე ახლა ეს რას ნიშნავს. სეციურ სასუფეველს ვეძიებთ, რომელიც იგივე ღვთაებრივი სასუფეველია. მივისწრაფით 64 სასუფეველი და უცებად წმინდანი გეუბნება, რომ აი წმინდანის გული ზუსტად იგივე და ჩვენ მოგვიწოდებს ეკლესია, რომ ჩვენ წმინდანი გავხდეთ და ჩვენი გულიც იგივეთ იქცეს და სახარებისეული ეს მოწოდება არ ეკუთვნის ვიღაცებს ან მონაზვნებს, არამედ ეკუთვნის ყველას. ეს ყველას ჩვენი საკეთებელი საქმეს გვეუბნება. და თან ვისეუბნება, რომ არ გეგონოს, რომ ხა მაინც ამ კაცს ესაუბრება და ეს კაცი მაინც ვინ იყო და ერთი უკაცრავად მეძავი დედაკაცი იყო, არც მეტი არც ნაკლები. გესმით? და თან სწორი სარწმუნოებაც არ ქონდა იმ დროს. სამარიტელი იყო, თავში ქონდა არეული, აჯაბსანდალი, წარმართობა და ესე იგი ჭეშმარიტი სარწმუნოება იყო არეული. სამარიტელი, იმიტომ არ უყვარდათ იუდეველებს, რომ აღრევა იყო, სექტასავით რაღაც იყო. თან ზნეობრივათაც ესე რაც გითხარით. და მას ელაპარაკებდა, იცით მას რატო ელაპარაკება? იმიტომ რომ შენ ცოტათი თავი რაღაცა რო გგონია, სწორი სარწმუნოება გაქვს, თლათ ეხლა ეგრე არ ცხოვრობ და რაღაცა და შენ არ გეხება? და როგორ ახერხებ იმას, რომ აგერ კითხულობ ამას და ხო, ამას ეხება და მე არ მეხება და საიდან ჩანს რომ ესე ფიქრობ, გულგრილი ხარ სარწმუნოებრივად და აქედან ჩანს, რომ შენ ეს არ გეხება. მე დავბერდი ეკლესიაში და ვერ ვაკეთებ ამას. ესე იგი, სულ მგონია რომ ეს მე არ მეხება. მეხება ეს მე. დედაკაცი ჯერ აზზე არ არის, მაგრამ ჭკვიანია და ასეთ რაღაცებს რო ეუნება, უცებ ხედავს და თან გახსოვთ ხო ეხლა მე სიცილიანად ხარ ვკითხულობ. ესე იგი, ასეთ რაღაცებს რო ეუნება, ბოლომდე ვერ ხვდება, თან რაღაცა მოსწონს და ვერ ხვდება და მე ქრისტემ რომ მიახვედროს, უფრო მიწაზე ჩამოყავს და შენ ქმარს დაუძახე გახსოვთ ხო და ნუ აღმოჩნდება რომ გულწრფელობს დედაკაცი ოღონდ ნახევრად, ქმარი არ ამყავს და აი ნახევრად გულწრფელობაც ნახევრად ახსარებაც სიმართლეთ ჩაუთვალა უფალმა და იქვე დაუხატა ცხოვრება სინამდვილეში როგორ უცხოვრია ამას და ამან კი არ დააფრთხო. ხო შეიძლება დამთხალიყო შერცხენო და არ დააფრთხო. აი აქაც ჩანს მისი ეს მაძიებლური სული. არამედ ეუბნება უფალო ხედავ წინასწარმეტყველი ხარ შენ და იმ წამსვე რელიგიურ კითხვას უსვამს, რომელიც მას აწუხებს, ხედავთ რა საინტერესოა. მიუხედავად არაჯანსაღი ცხოვრებისა, ამ დედაკაცს რელიგიური ინტერესები აქვს. ამ დროს შეიძლება იყოს ვიღაც გაბღენძილი უკაცრავად და მართალი, რომელსაც არაფერი დაუშავებია ცხოვრებაში, ზნეობრივად სუფთად ცხოვრობს და რელიგიური ინტერესები საერთოდ არ კონდეს. თვითკმაყოფილი იყოს თავისი ზნეობით, თავისი ღირსებით, თავისი დიდებულებით, კმაყოფილი თვითონ არის თავის ღმერთი. ესეთი ადამიანი ეკლესიაშიც რომ მოვიდეს და რელიგიური ცხოვრება დაიწყოს, ის მაინც თვითონ არის თავის ღმერთი, იმიტომ ძალიან კარგია. და ამ დროს დედაკაცი, რომელიც საშინელ ცოდვებშია, მას აქვს რელიგიური ინტერესი. აინტერესებს, მას თავი არ აინტერესებს, აინტერესებს ღმერთი. და თუ შენ თავი გაინტერესებს ყველაზე მეტად, რომ კარგი ხარ, ეგ სხვა თემა, აი აქ ეს ჩანს, რომ მას თავი არ აინტერესებს. გაიგო უფალმა მისი უბადრუკი ცხოვრების წესი, ამასაც აი როგორც პეტრეს. იუდას თავი აინტერესებდა და ეს მე როგორ დამემართა, თავი ჩამოეხშო. პეტრემ საშინელება ჩაიდენა, მაგ კაცს არ ვიცნობო, მაგრამ მას არ აინტერესებს თავი, მას ქრისტე აინტერესებს. და ამიტომ მისთვის შესაძლებელი ხდება სინანული, ანუ მეტამორფოზა, როგორც ამ დედაკაცისათვის გახდა შესაძლებელი ამისათვის მეტამორფოზა, იმიტომ რომ მას ჭეშმარიტება უფრო მეტად აინტერესებს ეგზისტენციალური საკითხები, მოდი ასე ვთქვა, თანამედროვე ტერმინი, ვიდრე თავისი თავი და თავის ცოდვა. ეკითხება, რომ აი სადუნავცეთ თაყვანი გახსოვთ, ხო, იერუსალიმს თუ ესე იგი ამ ადგილს ჩვენები ამბობენ აქ, თქვენ ამბობთ იერუსალიმს. და უფალი ესეთ რამეს ეუბნება, მოვალს ჟამი და აწვე არს. ეს მოვალს ჟამი და აწვე არს, ესეც საინტერესოა. დადგება დრო, ჩვენ ხო დროში ვცხოვრობთ და
და დადგება დრო და დადგება დრო უფალი დაბრუნდება, სასუფეველი სრულად რეალიზდება, გადავივლით იმ საშინელ სამსჯავროს და თუ გვაცხოვნებს უფალი დიდებულებაში შევალთ, დადგება ეს დრო, დადგება ჩემი გარდაცვალების დრო, მანამდე კიდე ღმერთთან შეხვედრის შესაძლებლობა შეიძლება მომეცეს, სანამ ხორცი ცოცხალი ვარ, დადგება დრო, მაგრამ აქვე აწვეარს ეს დრო. ამ აწვეას იმიტომ ამბობს, რა თქმა უნდა, ქრისტე მოვიდა უკვე, ამიტომაც არის, მაგრამ ეკლესია ჯერ არ დაუარსებია, ამიტომ გარკვეული დრო მაინც არის, სანამ სულთმოფენობა მოხდებოდა, ამიტომ მე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ერთი რაღაცა მოხდება, მაგრამ ის რაღაცა უკვე მომხდარია, ანუ გესმით, მოხდება და თან მომხდარია ორივე ერთდროულად, ჩვენ რომ ვეზიარებით, სასუფეველში ვიმყოფებით, ანუ ჩვენ რასაც ზიარების დროს ვაკეთებთ, ეს არის ჯერ არ დამდგარი მოვლენის რეალიზება, ჯერ არ დამდგარა მათ შორის ვიხსენებთ როგორ როდის დაბრუნდები უფალო თუ ყურადღებით უსმენთ წირვებს როდის დაბრუნდები ვიხსენებთ ჯვარცმას ამაღლებას აღდგომას და ამავე დროს ვიხსენებთ მის დაბრუნებასაც ვიხსენებთ რომელიც ჯერ არ მომხდარა ანუ ჩვენ აქ ჯერ არ მომხდარი რეალობის მონაწილე ვხდებით აქ და ამიტომ ჯერ არ მომხდარა მაგრამ თან მონაწილეობთ ანუ მოვალს ჟამი ჯერ არ მოხდარა მაგრამ აწვიარს აი ეს აწვიარს არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ადამიანები, რომელიც აწვიარს, ანუ უკვე რომ არსებობს, ჯერ არ დამდგარა, მაგრამ თუ რომ უკვე რომ არის, თუ ამ უკვე რომ არის, ამას თუ არ გაითვალისწინებ, შენი ცხოვრება იქნება გადადებული ყოველთვის, ხვალ, აი ხვალ მოვახერხებ, ხვალ უფრო კაი ქრისტიანი გავხდები, ზეგ უფრო ეს არის სერიოზული შესწომა და ადამიანი ბერდება უღმერთოდ სინამდვილეში. აწვიარს აქვე უნდა მოხდეს რეალიზება და ჩვენ აი ამ წამის გარდა გვახსოვდეს რომ სხვა წამი არა გვაქვს, ეს წამი გვაქვს ჩვენ, აი ეს წამი გვაქვს. ყოველ შემდეგ ამოსუნთქვას შეიძლება ჩემი სული ამოყვეს და გარდავიცვალო. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რომ ეს გავითვალისწინოთ და გავაკეთოთ. და ამაზე ვიფიქროთ. და ოდეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი და ეხლა რა დრო არის? მოვა და რა დრო არის უკვე? ოდეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ეს იგივე მართლმადიდებელი, რასაც ქვია, ხო იგივეა, ხო სინონიმია. თაყვანისმცემდნენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რათა მამაც, რამე თუ მამაცა ეგევითართა ეძიებს თაყვანისმცემელთა მისდა. მრავალი განმარტებები აქვს ამ სიტყვას, ნილოს სინელი თუ არ ვხვდები, ესე განმარტავს სულითა და ჭეშმარიტებად, სული არის სულიწმინდა ღმერთი, ჭეშმარიტება არის თავად იესო ქრისტე და ჩვენ თუ გვინდა რომ მამიშვილები გავხდეთ და მამის წიაღში შევიდეთ, ქრისტესთან ერთად მარჯვენით დავждეთ, მაშინ ჩვენი სწრაფვა ღმერთისკენ ხდება სულიწმინდა ღმერთის მადლით და იესო ქრისტეს მიერ, რომელმაც გამოგვიხსნა. აი აქ არის სწორედ აი ეს ყოვლადწმინდა სამება ღმერთის მიერ ჩვენი ცხოვრების გეგმა, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენ უნდა გავიაზროთ და გავითვალისწინოთ. სულიწმინდა ღმერთის მოტანილი მადლის გარეშე არაფერი არ გამოვა და ქრისტესთან ერთობის და მასთან ზიარების, მის ერთგულების გარეშე ჩვენ ვერ შეძლებთ რომ მამიშვილები გავხდეთ. სულ არის ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანახს თაყვანისცემა იგივეს იმეორებს კიდევ ერთხელ რომ ღმერთიც თავად არ სულია ღმერთი რას ნიშნავს? ანუ ის არ არის რაც ისი გამოცდილება ჩვენს მოაზროვნეობას, ჩვენ მოაზროვნეობას გამოცდილება ხო აქვს? ის რა გამოცდილება ჩვენს მოაზროვნეობას აქვს, ღმერთი ეგ არ არის. ღმერთი საერთოდ სხვა ტიპის ყოფიერებაა. ამიტომ სული მაგას ნიშნავს და შესაბამისად აი ეს მისი თაყვანისცემად, ანუ მისდამი ერთგულებაც აი ესეთი სხვანაირია, ანუ სულიწმინდა ღმერთის მადლით და განკაცებული ღმერთით. სხვანაირად არ გამოვა. და ამ ყველაფრის მერე ამ ყველაფერს რო ისმენს დედაკაცი ეკითხება უკვე პრაქტიკულად ეკითხება მესია მოვალს ანუ მესია ქრისტეს ნიშნავს ქრისტე მოვალს ვიცით გაგვიგია ჩვენც და რომ მოვა გვითხრას ჩვენ ყოველი გახსოვთ რითაც დავიწყეთ საუბარი ანუ ღმერთის მოვლინება ქრისტეს მოვლინების თავარი მიზანი ამ დედაკაცის აზრით რა იყო და პრინციპში სანახევროდ სიმართლეც არის, ნუ ნაწილობრივ სიმართლეა ეს. რომ ჩვენ უნდა გვითხრას რა გავაკეთოთ. წინასწარმეტყველის სიტყვები ჩვენ არ გვესმის. ის მან უნდა გვითხრას. თუმცა მარტო ამისთვის არ მოსულა რომ ეთქვა, იმიტომ რომ თქმით წინასწარმეტყველის პირითაც გვეტყოდა, მან არა მარტო გვითხრა, არამედ
შეგვიერთა, მოდი ესე ვთქვათ, შეგვიერთა. ჩვენ გაგვხდა საკუთარი თავის ნაწილად, მოდი ესე ვთქვათ, ეს ცოტა უხეშად რო ვთქვათ, არამთლად დახვეწილად თეოლოგიურად. ამას ვეუბნება გვითხრას ჩვენ ყოველი ის რომ მოვა ჩვენ ყველაფერს გვეტყვის, აქ არის უფლის პასუხი. თქვა მას იესო მე ვარ, რომელი გეტყვის შენ. აი ეს რა არის მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც ღმერთმა გვითხრა თავის ცხოვრების წესით, თავისი სიტყვით, მისტიკურად, მადლისმიერად, აი რა გვითხრა, ეკლესია დაარსა, ხო? რას გეუბნება? მე ვარ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედი არის იესო ქრისტე. იესო ქრისტე განკაცებული, ანუ ადამიანად მოსული ღმერთი და ყველაფერი ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი უნდა იყოს კონცენტრირებული მასზე. აქედან არის სწორედ ეს გონების მიერ იესოს ლოცვის აუცილებლობა, აქედან არის ევქარისტიული ცხოვრების აუცილებლობა, აქედან არის სახარებასთან მუდმივი კავშირის აუცილებლობა და ასე შემდეგ. აქედან არის მისდამი ერთგულების აუცილებლობა. ესმის, აქედან არის ის, რომ ყველაფერი მის სადიდებლად ხდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში, მასზე ვართ ორიენტირებული და კონცენტრირებული, იმიტომ რომ ის რაც მან გვითხრა, ყველაზე მთავარი და ერთადერთი სათქმელი არის ის, რომ მან გვითხრა მე ვარ თეოდორი, აი მე ვარ დამინახე, მე ვარ და მორჩა. და შენც უნდა ჩემ წინაშე წარსდგა თქვა, უფალო, აი მე ვარ. და ეს პიროვნული კავშირი რო დამყარდება, მთელი შენი არსება მასე რო იქნება კონცენტრირებული, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ცხონებას უწოდებთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ქრისტე აღდგა.